ვაკეთე პოდკასტებს რეპერების წრეში თო კაფე იღუარის და იქნება წვეთში სიგრილე გვექნება გასთავარი ხო და აიმში დაიწყება ის რა ქვია პოდკასტის სიგრილე თუ გვექნება ნუ მე მოთხოვე იმას კონდიციონერების იმას რა ქვია კომპანია სპონსორობა ეს პოდკასტი ესე იწყება ხოლმე თო კაფე დაბრუნდა თო კაფე აქ არის ხო სხვათა შორის სეზონის ბოლო პოდკასტი არის მეხუთე სეზონის ბოლო პოდკასტი არის ამით ვამთავრებთ და საუკეთესო ადამიანზე ვამთავრებთ იმიტომ რომ გასაგებია ჩემზე მეტი თმა აქ რაღაც წელი ამბობი მაგრამ გროტასკა არის მოკლედ ჩვენი სტუმარი ჩაარტყი როგორ ახარ გენაცვალე რა შვები გაიხარე მადლობა ძირითადად მე ვსტუმრობ ხოლმე მაგრამ მე ვესტუმრე იმიტომ რომ ესე იყო საჭირო მეგობრებო რა თქმა უნდა Red Bull-ი არა ჩვენი სპონსორი მაგრამ კაი ხალხი არიანო ესე მითხრა გოჩამ რა იცი რა ხდება სამომავლოდ და კი ბატონო მე მზათავ მოლაპარაკებებისთვის გამოიწევ დაკიდებული ცალკე ის არის ქვია ცალკე სიყვარულია ხო კაი რადგან ეგრევე მაშინ არხი გამოიწევთ ეგრევე და დაალაიქეთ რომ გავარდეს ეხა მითხარი როგორ ახარ რა შვები ფანტასტიკური რა საქმიანობ რავი აი სიახლეები რა არის და მე ნელ-ნელა ჩვენი სიახლე არის ეს ადგილი ჩვენი სტუდია შეგვიძლია ყველაფერი გავარკვევოთ თქვათ მისამართი რა აი როგორ არის ჩვეულებრივ კონტროლ რუმი დავარქვით აქ ჩაწერებს ვაკეთებთ გადაღებასაც ვჩალიჩობთ ახლა კარჩას მაგრამ ფონი კი ნახე კი ბატონო ხო და რავი კიდე მოსწავლეები მყავს ვასწავლი დაკვრას დიჯეინგის ამბავში ხო დიჯეინგის ამბავში და ზოგადად მე მგონი ცოტა ხანი და ანუ უბრალო დიჯეობას ცოტა გავწდებით რა ანუ ეს კლასიკური გაგებით რა იმიტომ რომ მოსწავლეები რომ მომყავს ის არ მაქვს აი რაღაცა როგორ გითხრა პროგრამა რო აი პირველ გაკვეთილზე ამას გასწავლი მეორე გაკვეთილზე იმას და მე შაბლონულად რა კურსი ღირს რაღაცა რაოდენობა ფული და მე კურს რომ მორჩები მაგარი ბიჭი იქნები ეგრე არა რა ერთი-ერთზე იქიდან გამომდინარე რა იცი რა არ იცი რა გინდა რა არ გინდა ეს პირადი გაკვეთილებით მივყვებით რა სადამდეც არის შენი ინტერესი და მონდომება იქამდე ვსწავლობთ ანუ დედაენა ეგეთი არ არის მაგისი როგორც ასეთი რომ ამის მერე ესე უნდა იყოს იმის მერე ესე ვერ იქნება და აგიხსნი რატო ყველა სხვადასხვა სმენა აქვს სხვადასხვა გემოვნება სხვადასხვა ასე ვთქვათ ნუ ნიჭი შეიძლება დავარქვათ მაგრამ რეალურად ნიჭი არაა ან გამოცდილების ამბავია და თვითონ მოთხოვნები რა ვიღაცას რაღაცა აინტერესებს რაღაცა არ აინტერესებს და ეხლა რატო უნდა ხარჯო დრო და ნერვები იმაზე რაც ადამიანს არ აინტერესებს პროსტა ის თეორიულად ან პრაქტიკაში 1-2 ჯერ გაივლით რომ დახუროთ ეგ თამაში და მიხედავთ რაც გინდა ასე ვთქვათ რა და ხო დიჯეობა ხო ისე აღიქნება ზოგადად ბევრს რომ ესე დადგები ეს 200 კლეტს დაიდებ და всё რა და მათქო მთელი ამბავი არის ხა მე სად გიყურე იცი შენ აზერბაიჯანში იყავი მე მგონი პოდკასტი თუ არ ვწდები ხო ხო მაგ თავიდან ბოლომდე უყურე რუსული კარგად ვიცი ტრისენა უნდა იცოდეო ხო 90-იანები ხო კარგად ვიცით ხო და გიყურე სხვათა შორის ძალიან ვისიამოვნე და მან სხვათა შორის ძალიან კარგად ახსენი ბევრი რაღაცები მაგ თემაშიც რა ხო აზერბაიჯანში სხვათა შორის 2012 წელიდან დავდივარ დასაკრავად რა და პირველად რო ჩავედი მან დასაკრავად ანუ ცოტა ის ვკითხე ორგანიზატორებს ახლა უკვე ვამკაცობთ იმ ბიჭებთან მაგრამ მაშინ ახალი გაცნობილი მყავდა რომ მეთქი მე რატო ჩავმიყვანეთ მეთქი რა და ყველა ერთნაირიაო და მე კიდე ის ვკითხე რომ მე რატო ჩავმიყვანეთ იმიტომ რომ ჩემზე მაგარი ტიპები ყავთ იქ ადგილზე ხო მაგრამ ერთფეროვანი გახდა იმათთვის ტექნიკურად ხო და ერთფერო ანუ ძალიან ერთნაირები არიანო ისე რა ქვია როგორ გითხრა რაღაცა აი ჩარჩოებში არიანო და ესე უბერავენო რა და მე რო ჩავმიყვანეს იმ ბატლზე დაუკარი, ნუ ცეკვის ბატლზე დაუკარი და ივენთსაც დაუკარი რა და კი სხვა შორის იდეოს YouTube-ზე კავკასუს rap cipher ქვია. არ გაქვთ ნახე? ეგ არა. თბილისში გვაქვს გადაღებული, ბაქოში გვაქვს გადაღებული 2012-2014 წელია და წელს ეხა ჩემი ბატლი რო იყო PvP-ზე ნიკისტ. ხო, ბატლამდე ვიყავი ბაქოში და მან კიდე ერთი cipher-ი გადავიღე. ვა რა ტიპები ზოგი თურქულად რეპავდა, ზოგი აზერბაიჯანულად, ზოგი რუსულად, მე ქართულად გავრეპე. ერთი ტიპი ანუ აზერი იყო და ინგლისურად რეპავდა და ანუ აი მაგ ბატლზე სხვათა შორის შენ რო იწყებ თავიდან რა შენია ხო ეგ ინსტრუმენტალი თუ სხვისია ეგ ინსტრუმენტალი თუ რაღაც პირველ ბატლს პირველ ბიცამბო არა ეგ დაწერა პინომ პროსტა აქ დავწერეთ ერთად დავწერეთ რა ანუ მე რაღაცები ჩავუგდე რომ ესეთი მინდა თქო და პინომ მოიტანა რომ ეს თუ გაწყობსო და მეთქი მაწყობს ეს მაწყობს არ მაწყობს ეს მაწყობს და ეს ერთად ავაწყობ რა ჩაირთო თუ არა თან ხურსას მენეჯმენტი და
თან რო დაადე ზემოდან იმინა აი რაღაცა აი წამოი კავჭა ის იყო რა როგორ თქვა აი ტრეკს რო უსმენ და არა ტრეკივი დავწერე ხო რა და არა ბეტლის ანუ როგორი ბიტი როგორც აჩახვეული ეგრე წერდი მეც ხო და როგორ იყო ზოგადად აი ეს თემა ეს ზოგადად მომზადების პროცესი შენ რას ფიქრობ ზოგადად როგორ იყო შეფასებული თლიანად ბეტლი და ეს თემები რა იმიტომ რომ ხო იცი აინტერესებს ხალხს და იყო ეგ კითხვები YouTube-ზე ხა ძალიან ბევრი მაგრამ რაღაცები ამოუკრიბე და არა იქ რაც შორეული არავინ არ ვარ ხა ნიკი ვაფშე უბნელია და გდანელია და მთელი ამბავი და ყველა ერთმანეთთან ხო არა ვარ ისე რომ მართლა ბიჭო რავი მე მითხეს რომ ისა ქვია ბატლი წააგეო მეთქი ოკეი მე კითხვა გამიჩნდა რომ ხელი დაადონ რა ადგილას წავაგე ეგ ბატლი ხო ხელს ვერავინ ვერ დაადებს მაგ ვიდეოში რა ადგილას წავაგე ეგ ბატლი და რა ვიცი რა მე ვფიქრობ რას ვფიქრობ? აუ, რავი, არ ვიცი. კაროჩე, ჩემი ისინი გამართლდა რა, როგორ გითხრა. ფიქრები. ხო რა, მე ვიცოდი რომ აი უკვე ხალხი უკვე სხვა დონეზეა, მსმენელი სხვა დონეზეა, ქართული რეპის მომხმარებელი. ვაფშე სხვა დონეზეა და ვერაფერს ვეღარ გამოაპარებ რა. კაროჩე, ყლეობას ვეღარ მიყიდი. შანსი არ აქვს. ეგ რომ მორჩა. ხო. კი ბატონო. ჯერიცერაც ძალიან ბევრი ისინი იყო მანდ არეულობა ხო ეგ შუქი არ ჩარტეს იქ ისა მე ხალხი მოვიდა მე გადაიდო მე გადამოვიდო რა ხო 4 საათი დავაგვიანეთ მაგრამ მაგას მნიშვნელობა რა აქვს შუქის გარეშე ანუ ერთადერთი მე ის გამიტყლა რომ ბატალზე ისე ვერ გავრეპე როგორც მინდოდა იმიტომ რომ ჩემი ხმა არ მესმოდა ჩემი ხმა რო გამეგო მაგის გამო რემონტია თუ რა ხდება ხო ბარსაგეთებენ ეხლა მთელი ის ეგრე ხო არ იქნება იმედია. აუ, შემადლობა თქვი, ეხლა პერფერატორი თუ არ ჩართეს. იმინა რეპული პოდკასტია, შეიძლება გამოყოს ვიღაცა ხო რაღაც. ხო და მართლა ესე იქნება მთელი ის. არ ვიცი რა. ვერ აქვთ ხო ერთი ნახევარსაჯი. არ ვიცი როგორ მივადგე, იმიტომ რომ ეს შენობა ანუ აქედან იწყება და აქ თავდება და იქ როგორ მივიდე, არ ვიცი. იცი შენ? ესია მეგობრებო რა ხმაური თუ არის ჩვენი ბრალი არის გვერდ და ნაკაკული. ლემონის დაურეკე, პროსტო ხარი 20 წუთი თქო. ხო და რაც გეუბნებოდი, კაროჩე, ნახე, იქ ჩემი ხმა არ მესმოდა. ხო, კარგად. და ის ყურსასმენი მომენტებში ჭედავდა, აი როგორ იცი, აი ხო აყვები რა, ხო გისწორდება ყურში შენი ხმა რო გესმის და უცბად აი პატარაზე გაჭედავდა და ტექნიკური თემა რა. კაროჩე, პირველივე წინადადებაზე შემეშალა და ეგ რაღაცა მოვიხსენი. ანუ პირველივე აი პირი გავაღე თუ არა, ორი სიტყვა თქვი და მესამე სიტყვაზე ჩამეჯო, იმიტომ რომ ყურში ნიტო იყო რა. და თან მე მივხვდი რომ ეგ რაღაცა თუ გიკეთია ყურში, კაროჩე სტუდიაშიც ანუ მაგით უნდა ირეპეტიციო, უნდა იყო მიჩვეული მაგ ტიპს, მაგის ხარვეზებსაც უნდა იყო მიჩვეული და ეგ მოვიხსენი ვაფშე და მე რო არ მესმოდა ჩემი ხმის, ვინ უჯდენი ვიყავი რომ ისე ხმა მაგლა მებაზრა. ხო. ისე ხმა მაგლა რომ რაღაცებში სუნთქვა არ მყოფნიდა და ვიღაცა მითხა რომ იქ off beat იყავიო, beat-დან ამოვარდიო. beat-დან კი არ ამოვარდი, შეჩემა, ჰაერი არ მეყო. ანუ ტექსტი როგორც მაგ დაწერილი იქ რაღაც ადგილები ხომ აქვს სადაც ვისუნთქავან რაღაც აი ხო და ეგ იმის გამო რომ ჩემი ხმა გამეგო ვაწვებოდი ხმას და მე არ მესმოდა მაგრამ სამაგიეროდ მაინც ჩემს სასარგებლოდ იმუშავა იმიტომ რომ ნიკი მისე იბაზრა როგორც ირეპეტიცია და ნიკის ხმა ვაფშე არ ისმოდა იმენა ეს აი ახლოს მივდიოდი ხოლმე რომ ანუ ნიკი რასაც ბაზრობს მისი პირიდან გამოსული ბგერები მომესმინა რომ მეთქი რას იძახის ხო და რაღაც თან მომენტებში რაღაც სისულელეები მესმოდა და მეთქი ეს მართლა თქვა თუ მე მომესმა მეთქი ანუ ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა ну ცოტა მაგ თემაში გატეხა მაგრამ დალშე მე ყვაყოფილი ვარ ძალიან კი ბატონო ერთ სულ მაინტერესებდა რაღაც გოჩას რო გეძახი ხო მე ხამბუშება ხომ ყველა გროტასკა ეს გროტასკა საიდან მოვიდა ეგ თემა აუჩ რთული ასახსენია. მოკლედ სიტყვა თვითონ გოთიკურია რა. ხო. რო ჩაწერ, რო ჩაგუგლო ამოაგდებს რა იმიჯებს და რაღაცეებს რა თავის ახსნებს რა. მაგრამ აქ არის როგორ რაღაცა იცი, ანუ task როგორც საქმე და ხო, ეგ ვიფიქრე რა. groovy და ზრდა რა, grow რა, ანუ ზრდა რა და საქმისებური ზრდა ეს როგორ. ხო, და უფრო groovy რა, იმიტომ რომ 20 წერება grow task. კი ბატონო, ეგ თემაც ვიფიქრე. და კიდე 10 წელი World of Warcraft-ს თამაშობდი, ასე რომ. აჰა. ვინც თამაშობთ და მოთამაშეები ხართ, მოთამაშეები ტოტალურად საუბრისო. ბევრად მეტი. შეიძლება ცხოვრების 10 წელი მაქვს თამაში გატარებული. კომპიუტერის მოთამაშეები ვინც ხართ, ლაიქები ეგრევე. ხო, ლოლი და მთელი უბედურება. დღეს ვაპირებდი პოდკასტის ესე დაწყებას, რომ ძველი რესურსი ამოწურე და ახალზე გადახვედი მეთქი და რა ხდება იქით ზოგადად. ბიჭო, ძველი რესურსი არ იწურება, მაგაშია საქმე. აი შენაც მოგეწონა იქ პირველ რაუნდში რაც თქვი, აი მენა ეგაა ძველი რესურსი. ანუ ეგ არის ის როგორ გითხრა,
აი ეგ ბაზა ბაგაჟის თემა. ხო, ეგ ბაგაჟია, რომ მართლა შემიძლია 7 წელი ბატლის ტექსტი არ დავწერო და მაინც გავიდე ბატლზე და იგივე ვქნა. იმიტომ რომ იმდენი დრო მაქვს მაგაში დახარჯული. იმდენი დრო მაქვს მაგაში აი დახარჯული როგორ იცი, აი რო წერ, მაგას რო ფიქრობ, მაგას რო იაზრებ, რომ ის რო მოხდეს, ეს უნდა ვქნა, ისეთ ბიძზე ეს უნდა ვქნა. იმდენი ხანი მაქვს მაგაში ჩადებული, იმდენი დრო მაქვს მაგაში ჩადებული, რომ ეგ არის, ამ მთელი ძველი რესურსის ბაგაჟი ეგ არის. თან რო დაფიქრე, ძველი რესურსი იყო ქართული რეპის ახალი სკოლა. ხო და ეგ მაინტერესებს რა, ეხლა მე ასე თუ ისე ვადევნებდი ხოლმე თვალს მაგ ყველაფერს, ეხლა ადრეულ წლებში მეც რეპირებდი ხოლმე, მე შემეშვი, მე რაღაცა, მაგრამ ამ თემაში მაინც გული და სული, ხო იცი, ჩემი ამ თემაშია და მაინც ვაკეთებ ამ პოდკასტებს მაინც რა და ბივში ხნიბივეთ, ხო იცი, ეგ ამბავია რა, ხო და ისა რა ქვია, აი მაინტერესებდა ზუსტად რომ შენ ანუ ძველი რესურსიდან წამოხვედი თუ იქამდე წაკეთებდი შენ რაღაცებს, აი არა, არსად არ წამოვედით, უბრალოდ არა სხვა რამას გულის ხო, მაქედან დაიწყე, ანუ გულის კი, მაქედან დავიწყეთ. ანუ მე და სამორიმ დავიწყეთ, პროსტა ფრისტაილში ვარჯიშობდით. პროსტა ფრისტაილში ვარჯიშობდით, მე სამორამ ბიტების წერა დაიწყო, იმიტომ რომ ძალიან მუსიკალური ყური აქვს. ანუ აი რაღაც ინსტრუმენტს თუ აიღებს, 1-2 კვირა აცალე და დაუკრავს მაგრად მაგ ინსტრუმენტზე. ანუ ეგ აქვს რა. სმენა აქვს ძალიან მაგარი რა. და იმან ბიტების წერა დაიწყო, მე ხოლმე ხარ ბანძ ტიპივით ხარ დავრჩე მეთქი, მეც რამე ხომ დავქნა მეთქი და მე ლაშა იმნეიშულთან გავიჩითეთ, თუ იცნობ ლაშას არ ვიცი. არ სამწუხაროდ პირადად ერთი ჩვენი ძმა არის ქართველი რეპერია, რომელიც 2000-იანების დასაწყისში 90-იანების ნიკნეიმი აქვს რამ თუ MCLE ეგრე იწერება. აუ, ნაგატოჩის მეუბნებით. ვიცნობ რომელია მოსკოვიდან რო ჩამოვიდა, მაშინ პირველ ჩემთან მოვიდა კინოთეატრ ამირანში, იყო ხომ CD დისკების მაღაზია იმ წლებში და ლაშასთან სტუდიაში დავუკარი რა მიმიშვა რომ საით არის ხო არის? ეხლა ნიუ-იორკშია, ეგეც სამორი. თუ ნახულობ ძმაო, მოკითხვა. აუ, რა კაცი გამახსენდი, კლიპი რომ აჩვენეს თოლში რომ დარბიან და რაღაც მაშინ ახალი გადაღებული გვაქვს. ინგლისურად რო რეპავს. ხო, მაშინ რა წლებს გეუნები არა, მაგრამ ეგ ჩავრთოთ ეგ კლიპი იმაში აღწერაში რომ ხალხმა ბაზარი არა, კი ბატონო. აი, იყო ქართველი პროდიუსერი, რომელიც რუსეთში აკეთებდა პროდაქშენს 2000-იანების დასაწყისში და მე ომამდე ცოტა ხნით ადრე წამოვიდა და კი, ხო, და მე წავიდა. მოსა სახელი და გვაიროთ კი უცებ, მეთქი ეგ არის, არ არის. უცებ. ხო, ეგრე არ იცნობს ხალხი და მაგით. ხო, იმიტომ უცებ რაღაცნაირად და მე იყო თემები რომ რაღაცა ერთად გავაკეთოთ რაღაც და მე ვეღარ ისაქნა რაღაცნაირად რა. ვა, ესე იგი. ხო და ლაშასთან პირველად ლაშასთან MPC და turntable-ები და mixer-ი და რაღაცებს ხელით შევეხეთ 2005 თუ 6 წელს ლაშასთან სახლში. და ვიდეო მაქვს მაგისი, აი რითი აი იმენა აგურზე მაქვს გადაღებული ეგ ვიდეო, აი ფანრიანი Nokia რომ მაგარი ტელეფონი იყო იმენა, აი ხოლმე ხა. ტანანა. ფანრიანი Nokia, ვისაც არ აქვს Nokia, ეგ იყო ხოლმე პიროდი, ჩემსავე დაძი Nokia-ო და. ოუ, რომაწლიანი ხარ? 84-იანი. მიხდი ხო? შენ? არა, ჩემ დროს ეგ უკვე ისეთი გამოთქმა იყო. შენ რომაწლიანი ხარ? 89-იანი. ჩემ დროს უკვე გამოთქმა დაძველებული იყო. მის იყო რა ქვია, მივიწყებისკენ იყო. კაი, მოდი, იმისი რაიმენუცის თემასაც რო შევეხოთ, მე ვესწრებოდი იქ შენც იყავი რა თქმა უნდა ჟიურიში და რა სიტყვი ზოგადად ხა ჩემ ბლოგში კი ვისაუბრეთ. ცოტა პატარა ნაკვესი იყო ეგ ამბავი, მაგრამ ეხაც 30-შიც ვასრებ 30-მდე ამის დადება? დღეს რა, კი, ყველა ვარიანტი, კი. რას ფიქრობ ზოგადად განვითარებისთვის რომ მე მაგალითად ფიქრობ საჭირო იყო რა? არ საჭირო კი არა, აი გარდაუვალი იყო მაგის გაჩენა. გარდაუვალი იყო, იმიტომ რომ Young Mike-მას თქვა სხვათა შორის ყველაზე მაგრად, რომ ჩვენო ბავშვობაში რაც გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა იდეაში ამ ბიჭებმა ქნეს ახლაო. ანუ მაგ დოზით რა. ანუ იგივე სქემებს ჩვენც ვაწყობდით, ოღონდ შეიძლება ტექსტში 1-2 ქონოდა ეგეთი სქემა რა. ანუ აი 3 და რაღაც აი მაიკს პელეს მე და ნუ რამოდენიმე ადამიანს 1-2 ეგეთი სქემა გქონდა და ამ ბიჭებს ძალიან ბევრი აქვთ. დოკის ვაფშე მაგრა ქონდა დალაგებული. და სტიჩის პროსტა ის იყო რომ მე წავდა მე პოდკასტზე მოწვეული და ცოტა ემოციურად ვიყავიო და არა ემოციები არა ძალიან ბევრი რაღაცა დაწერა. ხო. ანუ მაგის ადგილას 20-30%-ს მოვაკლებდი და პროსტა რაც დარჩა იმას უფრო შევკრავდი რა. ხო, ნუ მაინც პირველი გამოცდილება იყო ესე სერიოზული ხო, მაგისტრისას. ანუ როგორ არის, იცი, არის მსხვილ კალიბრიანი იარაღი, არის პატარა კალიბრიანი იარაღი რა, მაგრამ ორივე ისვრის.
მაგრამ პელეს გასროლი როგორი იყო ისა? ხო და ინახე პელეს გასროლი, ანუ პელე 45-იანი ისროლა, იმენ 45 კალიბრი იყო, გაიგე და იმას არტილერია ქონდა მოყვანილი, მაგრამ აი ვერ შეკრა რა, ეს არტილერია უნდა აწყო მაინც ხოაზე ხარ და ამან ამოიღო და ხოაზე ხარ. ეგ თემაა. მაგრამ ეგეც გამოცდილების ამბავია, იმიტომ რომ მე მესმის ეგ რო მაგას რო წერდა, თვითონ ხო გაუსწორდა უეჭველი, ახლა იასტიბ რო კაი რაღაცა იყო რა. მე იბაზრა მის მაგაცებსაც გაუსწორდათ და მე ის ვერ გათვალა რომ ყოველი 2 წიანდადების მერე ხალხი გააჩერებს. და ხოაზე ხარ რაღაცა დაზეპირებული რო გაქვ ამის მერე იმას ვიძახი, გაჩერებენ, შუიდან გაგზელება მაგრად ეხავს. ხო. აი მე ვაფშე როგორ ვარ, იცი? ტექსტის პირველი სიტყვა თუ დამავიწყდა, ტექსტი დამავიწყდა. ხო, რო დაიწყებ ხოძე შუიდან იბაზრებ ვიღაცა რომ მითხას, ვერ ვიბაზრებ შუიდან. მაშინ უნდა ამოვიღო, ჩავიხედო შუაში აწერია და იქიდან გავაკეთე და წავიდა მოიღო. ხო, სხვადასხვა აი ეგ ტერმინოლოგია და ყველაფერიც მე მგონი ძველი რესურსის დამსახურებაა. მაგამდე ეგ ტერმინოლოგია ქართულებში არ ყოფილა. ვაფშე. შეგიძლია ესე გადაფუძო. ეგეც და ძალიან ბევრი რაღაცები ამბობს და სხვადასხვა აი მაგ რაიმე რუცის თემაში კიდე ის გამისწორდა რომ რა არის ბიტებზე სხვა არის კი ბატონო საბაუნსოთ რაღაცა ასწორებს ტელეამბავი, მაგრამ ის მომენტია რომ უნდა ჩაატიო რა რაღაცა თითქოს რა, გინდა არ გინდა უნდა ჩაატიო. ხო, ჩაატიო და აქ როგორი პონტი იცი რომ აი შევიძახი რომ თან აჩერებდნენ რომ აი ორი ის არის უკიდურესობა რა. ერთი მომენტია რომ უსმენ და იგებ რას გეუნება და მეორე მომენტია იქვე რომ გაანალიზე რა გითხრა აუ ბრაო სააღორ და უკვე ტიპს აჩერებ რა გინდა არ გინდა რა მილიონჯერ კონტრა დაიჩაგრა მაგის გამო. არ ვიტყვი ხა რომელ წუთზე და რაღაცა ეგრე არ მახსოვს რა. მაგრამ ძალიან მაგარი იყო თავიდანვე პირველი ხო, ძალიან მაგარი სქემები გააძრო. მანდაც რამოდენიმე ძალიან მაგარი სქემა იყო და იმის გამო რომ ბიტში იყო, პროსტა ანუ ესე თავზე გადაგვიფრინა რა. იქ ვინც იყო, დარბაზში ვინც იყო, ალბათ 99%-მა ვერც კი გაიგო მან რა იყო. პროსტა ეს წყალს გაყვარა. ხო, ნიჭიერი ბიჭია ძალიან. ხო, აი შენც ეხა რომ სანამ არ გითხარი, არ ქონდა მაგაზე აქცენტი გავა. ხო, მე სხვანაირად იმაშვები რა. ხო, აი პროსტა სახში რომ მიხვალ, თუ დრო გექნება, გადაახვია და უყურე რა და იმენა მოусმენ რა. ხო, ეგრეა, რო უყურებ. თან პროსტა იცი რაში იყო პრობლემა? რთული სქემა ქონდა. რთულად ქონდა ნათქვამის სქემა. თან ბიტზე, ანუ იმენა ჩატია რა, რომ მუსიკაში ყოფილიყო. და აი რამოდენიმე ფაქტორი იყო, ხოაზე ხარ და აი მაგ ფაქტორებმა ისე შეკრეს ეგ სქემა, რომ ბევრმა ვერ გავიგეთ რა. ეგ უფრო ძნელია ხო, რომ გინდა არ გინდა მე ერთი ორჯერ სამჯერ უნდა უყურო. ხო, მაგრამ ზოგადად გაკეთებას და არ გაკეთებას შორის მე მაინც მის ადგილას გავაკეთებდი, მეც მასე ვიზავდი რა, უეჭველი დავწერდი მაგას. ხო, არა. იმიტომ რომ მე მქონია მომენტები, რომ რაღაცები მithქვამს, ვერავის ვერ გაუგია და მე 5 წლის მერე მოსულა კამანდა და აუ ეს რა ყოფილა და აი ეხლა მაშინ ვერ დავამუღამე და ეხლა დავამუღამე. ანუ ეხლა ხო დავამუღამეს, ოკეი, ესე იგი, ანუ მისია შესრულებულია რა. არა, გაიზარდა აშკარად კამანდაც და ვინც უსმენდა ეხლა ზოგი ის სასტავი გამოდის, ნახევარზე მეტი და ისეაც გაიზარდა და თავიდან რო დაიწყო ზოგადად PvP-ის თემები რო დაიწყო, თავიდან ეხლა ხო ხვდები როგორც ის თემა რო იყო, რომ ეხლა სულ გადაუთხო მე ეხლა კოკლიანი და ძვალი და ვინ აღარ მყავდა ჩვენები თენთენა და ის სასტავი ძველები მოწეული და მაგ თემაზე ვსაუბრობთ რომ მას შორის თემა იყო ხო იცი რეპერი ხარაბა გარეპე და ის და რო ვერ ამუღამედენ ანუ ვცდილობთ ვიღაცა ისეთი ტიპი რო ეგონე რა მაშინ იმ პერიოდის ხალხი რო ვარ ჩვენ რა და ეხა ცოტა სხვა თემაა შეიცვალა პირიქით რეპერი რო ხარ ეხა ასწორებს და კაი ბონდია რა ზოგადად და PvP-ის თემას რო დაიწყო მაშინ ცოტა სხვანაირად უყურებდნენ მაინც ხო ხვდები რომ აი დგანან ერთმანეთს აგინებენ რა არის ისა და ეხა რაღაც კამანდამ რაღაცები დაამუღამა თუნდაც იანგმაიცაც რომ გაუვარდა რაღაცები ჩემი ნაშახარო ისა ეს ამ ტერიტორიაზეო და რაღაცები რომ გავარდა მე თითქოს უფრო სხვადასხვა კამანდება და ხალხიც ვინც მაგ რაღაცებს წერდა ეგე ძალიან მცირე რაოდენობა ხალხის იყო ვინც ვერ იგებდა რა ეგ კამანდა ყოველთვის იქნება და მე მგონი უნდა იყოს კიდევაც არა უშვებს თავის საქმე მაგათაც აქვთ ხო მე მგონი PvP რო დაიდო პირველივე სეზონის პირველივე ბატლიდან ყველამ კარგად იცოდა რაც იყო რა უმეტესობას მაგრა გაუსწორდა ყველაზე უცნაური მაინც NS-ის და PLS-ი იყო რა მაინც ეგრე დარჩა დღემდე მაინც ცოტა უცნაური ბეთლი რა იმიტომ საქართველოს ხო ისე აღიქნება რომ მას რაღაც მანდილოსანი რაღაც SS და ზოგი ხო დღემდე ესია რომ ქალსრებში რა უნდა და რაღაცეები და უცებ რო გაიჩნდა რომ PL და NS-ის და მაშაი მედვეძის ისე რომ დაფიქრდე იმ ქვეყნებში სადაც რაც უფრო ნაკლები ქალი რეპერი და რაც უფრო ნაკლები ქალი მუსიკოსია უფრო გემრიელი საჭმელი კეთდება. აჰა. როგორი პარალელი გაავლო.
კი რა სიძახისა ზურა რაცა სიძახის და უსვენებზე იმით აი სულ იყო ფაქტია ჰაილაიტად ეგრევე მაგის ფაქტია ანუ ეგრეა გადახედა ეს გლობუსი აიღე და გადახედე იმენა და სადაც უფრო გემრიელი საჭმელია აბა ჩაგუგლე რამდენი რეპერი ყავთ რამდენი რეპერი ქალი ხო ნუ საქართველოში სამნელი ყავს 1-2 ხო ფანტასტიკური საკვებია ეხლაც მით უმეტეს ეხლა მით უმეტეს თორე იმ დღეს სამზარეულოში ქალი მე ვიცი კუხნაში ეგ მოდი არა ეგრე არა პროსა კუხნაში არ უნდა იყოს უნდა იცოდეს რას აკეთებს შედი ქალო კუხნაში არა ეგრე უაზროთ არა ეგრე უაზროთ არა ეგრე მიზოგენი არ ვარ ეს იმენი უნდა იცოდეს რას აკეთებს რა აჰა იმ დღეს პელესთან მეც ეგრაზე მოვაყოლე რაღაც უნდა ვთქვა პელესთან ვიყავით სახში და მთელი ღამე ლაივს ვიღებდით და მაგ თემებზე საუბრობდით კაკრას გოგო რეპერიო პირველი ვინ იყო და ანუ კომენტარებში იყო რომ ბიგტიკო და მეოთხე მე დაჟე ციყვი მახსოვს იმ პერიოდის მე მსმენი არ ვიცი არა რომ დივერსანტებთან და მაგ სასწავლებთან ერთად რო იყო მეთქი მე დაჟე ეგ მახსოვს მაგრამ მე აღარ წამოვიდა უკვე ბიგტიკო უკვე ის იყო რა მეინსტრიმის თემა იყო და ბიგტიკო უკვე ან ტელევიზორში რომ ჩართავდი და რაღაც არხებზე რომ კლიპი ტრიალებს ეგრე ნუ მაესტროზე იყო რა ლექსენი და ბიგტიკო რა ძირითადი ეგ თემა იყო მე ამტანი და ეგ თემა მაინც ერთ წამს ანუ ციყვი ხო კი თიკო ხო კი ბატონო NIS-იც მივოთვალოთ თუ გინდა მაინც არა იმას მივყვეთ ქრონომეტრაჟს კი ბატონო მისტიკა ითვლება მაინც კი კორჩა 5-ზე მეტი გამოდის ხო ხო ახლა რომ მოთო ნუ იქითა სასწავლები არა ყველა ერთად რა პროსტა უკვე კენდი იქიდან რო ავიღოთ დასავლეთის თემები ხო კენდი სალი ბეთლიც იყო ხოლმე მაგრამ ეხა მე მგონი დაანება და ცოტა DJ-ის თემაში გადავიდა მე მგონი ხო და სხვა მეტი ხო აი ესე თითზე ჩამოსათვლელია რა იდეაში რა ოკეი ხო პროსტა ის არის რა ქვია ანუ ნუ დამწყები 1-2 გოგო კიდე არის რომელიც პოდკასტზე მყავდა მაგრამ მე ვამბობ აი ესე რომ აი მოშნათ ვეშებით და იმით ნუ ჩემთვის მაინც მგონი NIS კრისი და ნუ აი ხო კრისიც გამოდენიმეს გამოგვიწყდი რა ვისაც ანუ როგორ აქიცი ანუ აი NIS ხანდახანდებს პრინციპში უფრო იუთუბერებს და ბლოგერებს რა პრინციპში ხო მაგრამ მე NIS-ის აი ხა ნიკ გრინთან ერთად რო ტრეკი დადეს მაგრა გამისწორდა გაკმოსმენილი ახალია ეგ კი აი ცოტა ხნის წინ დადო რა უეჭველი ნახეთ ძალიან მაგარი ტრეკი გამოვიდა აი ჟღერადობაც კაია ტექსტიც კაია აი ყველაფერი ყველა ასპექტში კაი ტრეკი გამოვიდა ასე რომ მეტი გოგოები მეგობრებო რა რეპში ოღონდ ისე რა ნიჭიერად და კარგად და ლამაზად NIS-ს კითხეთ თუ რამეა როგორ კაი YouTube-ს community-ს რაღაც კითხვები არის და დაგისვავ რა კი ბატონო გავცეთ აი ესეთი არის პირველი კითხვა უფრო არის ალბათ უფრო თხოვნას გავს ალბომი დააგდე ლაივის მოსმენით დავიღალეთ და სიცილის სმაილები ალბომი არა მაგრამ სინგლებს დავდებ მიქსტეიპის სახით ან რაღაც ეგრე იქნება ხო აი ხა კამერების მიღმა მოგასმენია ფერდემოს აჰა ხედავთ მეგობრო რა ბედნიერება როგორ შეაფასებდა მეოთხე დასის მუსიკას და ასევე ბებერ-ძებნილებიდან ბებერ-ძებნილი ეგ კითხვა ვინც დასვა იცის საკითხი ბიჭო ხო ბებერი და მასტი ხო აი ხა ყველა ანუ ჯერონიმოზე და შაუპრინცზე და ანუ მაკავანდაზე რო არ ვიბაზროთ აი მასტი და ბებერი იყვნენ როგორი ტიპები იცი რომ მოვისმინე თავიდან ხოლმე ხარ განა ვერ დავამუღამე შურიკას იცნობდი პირადად ხო მე ორჯერ ყავს კარგად ხო და ნახე რომ მოვისმინე განა ვერ დავამუღამე ან განა არ მომეწონა პროსტა ის ცირა დამჭა მაინც ათქო და აი თავ რო გადაახო და თავიდან რომ მოუხსნა რაღაცა სხვა იყო ბებერს და მასტს ჰქონდათ სხვანაირი სტილი რაღაც აი არ ვიცი რა რაღაც სხვანაირად ხო აი სხვანაირად წერდნენ და აი ეგ შთაბეჭდილება მახსოვს რომ დამიტოვა რომ რაღაცა მამბლიო თუ რაღაცა მაშინ კიდე ანუ თან ახალი საქართველოში კი არა მამბლი გამოდის ხო ეგ რო დაფიქრე რა მიმდინარეობაში მის ხალიფაზე ადრეკნა რომელ წლებში თან რეალურად ხო არა თავისი რაღაცა აი თან ეს თავისი კილო ეხმარებოდა თავისი რაღაცა ჟარგონები რაღაცეები და თავისი სტილი კლიპებიც უცხო ქონდა რაღაცნაირი ისეთი რა ის მასტი იყო თუ ბებერი კლიპი რო აქ მღვიმეში თუ რაღაცაში ბებერი
ტალახს აი და ეგ გამახსენდა რა თესლობა კი ბატონო ეგ თესლობა ხო და დასრად შეეხება დას ისეთ იმას აწყვება როგორ გითხრა რა ჩემი აზრით ისეთი ის მიმდინარეობა კი არა ხო ისეთი რაღაც აქვს არჩეული რომ ეგ მუსიკა ან როგორ გითხრა რა ადრეც ფასობდა და ანუ მომავალშიც ანალოგური ის ექნება რა როგორ გითხრა გამოხმაურება რა ხო თვითონები ვაზრობენ რომ ჩვენ შავი პრინცის მიმდევრები ვართო და უფრო ოლდსკულიო და ეგ თემა ეგ მიმდინარეობა მოგწონსო და ოლდსკული ხო ეგ მიმდინარეობა თავიდან ესე დაიწყეს მაგრამ მე გადავიდა თვითონ ისა რა სხვა ჟანრში და თავიდან უფრო ეგრე დაიწყეს ეგენი თემატურად გულისხმობ ალბათ მაგას ხო იმიტომ რომ ოკეი ხო თემატურად კი არა მე ის რა ქვია მახსოვს პირველად მე მგონი ისე ვნახე ანუ ვიდეოში პირველად მგონი ვაჩეს ვიდეო ვნახე და გამისწორდა იმიტომ რომ იმენა ბაზრობდა არა კი ანუ როგორ არის იცი ზოგიერთი ტიპი ამბობს რომ რეპავს მაგრამ სიამდვილეში უფრო ლექსია ბიტზე დაწერილი და ვაჩეს რომ მოусმინე და ვამუღამე რომ ტიპი იმენა რეპავს რა და ეგ დიდი ხნის წინ ვნახე რომ ხო რაღაცა ისეთი ვიდეო იყო ტელეფონით გადაღებული და გამისწორდა აი რეპავს რო თქვი აი ახლა კარგად გადაებო ეგ უყური რატო ვინა ყველაზე რეპერი რეპავს რო თქვი ვინა ყველაზე რეპერი რომელ ქართველი რეპერი გაკაჩავდნენ ამერიკაში რო ყოფილიყვნენ ქართული და ინგლისური რეპის გარდა რა ენაზე კეთდება თესლი რეპიო ესეთი მაინც მე პირველი კითხვა რა არის ეგ ვინა ყველაზე რეპერი ვინ არის ყველაზე რეპერი რთული კითხვა მაგრამ დავფიქრეთ აბა ყველაზე რეპერი ვინ არის ეს ფიქრის დროს მუსიკა ირთება ხოლმე ეგ არის შეუსწავლელი გვეხართ 395 მადლობა მოთმინებისთვის ბიჭო როგორ აიცი ერთი ტიპი რო თქვა ანუ ნახე რამოდენიმე კრიტერიუმი ხო გინდა კი ხო და ვიღაც ერთი ტიპი რო თქვა იმას რაღაც კრიტერიუმი აკლია შეიძლება მაგრად რეპავდეს რაღაცა მაგრამ რაღაც ოფისში მომუშავე ტიპის ზმანზე იყოს მეორე ტიპი რო თქვა შეიძლება კარგად ეცვას კარგი ის ქონდა მაგრამ რაღაც არ ქონდეს და არ ვიცი რა ეგრე არ ვიცი რა Takashi 69 აი ხო ანუ ეგრე რომ მართლა Takashi 69 რო არ გამოვიდეს რომ ტიპი ვითომის მაგრამ სნიჩია ვიღაცა რაღაც ანუ კარგად შეიძლება რეპავდეს და კლიპიც ქონდეს და ლაივიც ქონდეს მაგრამ ჰიპ-ჰოპის გარტყმაში არ იყოს ანუ ჯორკო არის რომ დაჯდე აქ რომ ძალიან ზევითურად შეიძლება გადაიჭრას შემოგვიერთით ზოგინა მოდით ამ პახუდო მარის გაუცვალეს კამინა აი ესე რომ ჩვენ სიმაღლეზე რო იყო დაახლოებით რომ ძალიან მე ხო და აი და კიდე ვინ გაკაჩავდა საზღვარგარეთ არ ვიცი მასე მაგრამ ნახე საზღვარგარეთ რო გაკაჩო რა ანუ ეს იგულისხმება ალბათ დასავლური ერთთან ისაუბრე შევხედავ რომ ხუარ გადაგვაჭრა და ამ კაცის თავი არა მგონია ტონა არამც ეს კაცი გითხარით ვინაი რომ შემოვიდე ახლა სტუმარიზის რო ვიღაცაო გაცხო ოკეი მიკროფონი მე მოგიწევთ ხოლმე ხანდახარო ვერ რას გაიგე თორნიკე დადიშვილის ასიამულო ბატონი გურამი ხო ბატონი გურამი მსხობელია დიჯეია ვინ არის ხონო გითხრათ Production ხო production აკაურობის production-ი აბარია ვიდეო სოციალური მედია მარკეტინგი ყველაფერი ასე ვთქვათ რა გადაღება და ასე შემდეგ მაშინ ინსტაგრამი ჩამიგდეთ და ჩავაგდეთ ეგრე ვიახწერა კი და თან რამოდენიმე გვერდი აქვს და ხალხმა ნახოს კი ბატონო ჩამიგდე ერთი თავარი რაც არის მოკეთ რეპერზე ჩამოყალიბდით ესე კი რა ხო მაგრამ იმ კითხვაზე რომ საზღვარგარეთ ვინ გაკაჩავდაო ტიპები ახლა აქ არიან ტიპები ვინც ინგლისურად წერენ ტექსტებს მაგრამ რაღაც დონეზე ჩემთვის Young Mike რამდენი წელია აკეთებს ხო მაგრამ ნახე Young Mike მოგვე დაამუღამა რაღაც მიმდინარეობები მაგრამ პროსტ ინგლისურად ტექსტის წერა საქართველოში ცოტა უაზრობა და აგიხსნი რატო ბრძანეთ დასავლეთში რა დასავლეთს მე გულისხმობ პლანეტას რა ხო ტიპები რეპს განა იმიტომ უსმენენ რომ რაღაცა ისეთი ტექსტი გაქვს რომ სხვას არ აქვს ეგეთი ტექსტი კონცეპტუალურად კულტურულ დონეზე უსმენენ ანუ ვინ რას წარმოადგენს რა ვიღაცა ტეხასის შტატს წარმოადგენს და ტეხასურ რაღაცებზე რეპავს რა შეიძლება ცხენზე იყოს შემოჯდარი კაუბოის ჰუდით და იმით რა ქვია
სასროლ მოედანზე დადის. რა თქმა უნდა, რამდენიც გინდა. კი, ანუ ტიპები მიდიან და სასროლ მოედანზე იმ ბოთლებს ესვრიან და მანდ იღებენ კლიპებს რა და ბარბეკიუს წავენ, ამ წვადებს წავენ. ანუ ხო და იმაზე გვია სამაგონს ხარშავენ ორნახატს და მაღაზიაზე რეპავენ და წარმოადგენენ თავის შტატს და თავის შტატში ყველაზე პოპულარული რეპერია. ანუ ყველა რეპერი არის პოპულარული იმის გამო, რომ წარმოადგენს თავის ქალაქს, ან თავის რაღაცა, ანუ კულტურულ იმას რა, როგორ გითხრა, მემკვიდრეობას. თავის კუთხეს და საქართველოში ინგლისურად ტექსტს რო წერ არ ამგონია იმედია გამოგივა ვინც ხარ იმას მეუბნები იმედია გამოგივა მაგრამ არ ამგონია კენდრიკ ლამარზე უფრო კომპლექსური ტექსტი დაწერო და არ ამგონია დრეიქზე უფრო საგულაო მუსიკა დაწერო და არ ამგონია თუფაკზე უფრო ღრმა აზრის მქონე გაჭირვებაზე და იმ კულტურაზე ხოლმე ხარ დაწერო და მაგიტომაც რო გაკაჩო საზღვარგარეთ მაშინ უნდა გათვალო ვისზე უნდა გავკაჩო შენ ლადო იცი? კი როგორ არა იცი ხო? მეც აი ლადო არის ნიუ-იორკში და აკეთებს ნიუ-იორკულ რეპს ხო და ერთი ანუ East Coast ლაივ პოდკასტი შეიძლება მოვუწყოთ ნახოთ და მინდა რა ერთი და ხო აი ლადო არის სწორ ადგილას და აკეთებს სწორ რაღაცას ანუ სადაც არის ინგლისურად მაინც იმდენად რაღაც მაგრამ მაინც ქართულსაც იმასაც და ხო ხო ქართულია და მაგიტო რა მაგან იცის ის მუღამები უკვე ის სხვა არის იქაური მუღამები ხო ეგ არის კულტურა მაგას ვიძახ კულტურა იცის ანუ ნახე ლადო იქ რო გარეპავს ვიღაცა ტიპი მიხვდება რომ ლადო ნიუ-იორკელია მაგრამ აქ ვერ ამუღამებენ თორე იქ უფრო მეტად ამუღამებენ ბევრი ინგლისურ არა ქართულს სქემებიო არ არის კი არა ყველა ის უნდა გააჩერო და მოუსპინო შენ რო იყავ ენაისთან რო ვიყავით თვალები აქეთ იქით გაუგზო sticky fingers არა მაგა ტიპი იმნაი ძალიან ხო და იმიტომ რომ ნახე sticky fingers იცის ანუ კულტურა იცის ისე მან ბრუნდები რა და ჩვენთან ემინემი თუფაკი და ლილ ვეინი და მაგით თავდება რაღაც სიტუაციაში ზედაპირულ ანუ ცოდნა რა თორე იმის იქით რამდენია როგორ არის და რა არის და ხო ხტები დღეს რა ვიყავი რაღაც თემაზე ვსაუბრობდით და დღემდე არის ის თემა რომ თუფაკმა BIG მოკლა BIG რაღაცა ისა თუფაკი მოკლა ხო და აი მაგე ხო და არა ის რომ რაღაცა თავდედის ხელიში რაღაცა ეგ არის იმის ანუ სეირი ყიდება მარტივად პური და სანახაობა ხო პური და სეირი ყიდება მარტივად ეგ არის და ეგ მაგრამ რა უშავს მაგასაც თავისი ადგილი აქვს და უნდა იყოს რა რამდენი ფილმი გადაიღეს მაგაზე კიდე რომ როგორი იყო ვითომ რა იყო გამოძიება ის მაგრამ არა რა გამოძიება უნდა ხო აი რა შუა უდაბნოში იპოვეს ის დაფეთქებული რა ქვია მაგას ბინ ლადენი და ვიღაცები იპოვეს შუა უდაბნოში და იმაში LA-ის ცენტრში ტიპი ჩაცხრილეს ავტომატიდან და ეგ ვერ იპოვეს ვინ ჩაცხრილა არ უნდა ყლეზე კიდია თან დედას წერდა რომ გძნობ რო უკვე შიშები მაქვს რაღაცაო ისაო და ესაო და ხო რაღაცაო ისაო და შიშები გექნება და ყველა კლიპში ავტომატით რო დარბიხარ ხოლმე ხარ რა ისინიც გიყურებენ ანუ ჩვეულებრივ ამბავია შენ რო ეხა დაждდე ამ პოდკასტში და ბლატაობა რო დაიწყო და რაღაცები რო დაიწყო რა ქუჩაშიო გახვალ ტიპი ხო ტიპების ცოლებს რო ვაგინო თემები რა ხო რა და ვიღაცა ტიპი ანუ ეგეთი ვინც არის გნახავს ქუჩაში და შენ ის არ ხარო და დაინტერესდება შენ მართლა იქ ხარ თუ არა ანუ მოვა და ბიჭო ყველაზე ხარ და მოგთხოვზეც არა ხო მოგსინჯავს რა ინტერესებს მართლა ეგ ტიპი ხარ თუ არ ხარ რა და შენ თუ ეგ ტიპი ხარ და ოკეი და ჩავარტყავთ ხელს ხო მანდ უკვე ეს არ არის დამჭირდა კლიპისთვის და რაღაცა და ხო და თუ დაგჭირდა და ხო და მოგცხრე კეფაში ხოაზე ხარ და ეგეც თუფაკიც ეგრე იყო დედიკოს ბიჭი უნდა იყო და მე ავტომატით დარბოდა და მე ჩაცხრილეს და იასნია სხვადასხვა ბალეძეც დადიოდა ბავშვობაშიო ძალიან გადისვა გამოგვიდა თუფაკი ბიჭო ეგრეა რა მის სურს ვენაცვალე ფორმულა 1 გახსოვს კი ქართულად გახმოვანებული თუ ის ტიპი ქართულად ისე რომ ყლეზე კიდია კრუჟევე ტრუსიკი თუ დარბი ხარ რა თვითონ რა დარბოდა ლიპით და ტრუსიკით გახმოვანებულები ხო კაი თემები არის აუ ძალიან მაგარი ფილმია სხვადასხვა აი ჩვენ კიდე მაგ თემით დავიწყეთ თავიდან მაგ კიდე ეგეთი კითხვა რომ ძველი რესურსის რამე ფორმაში გაცოცხლება თუ იგეგმებაო და ჭხილებში ფიქრის ძაფი გახდა ტროსიო. აი ესეთი ის არის სმაილი. ხედავ, აუ ბიჭო, როგორ არის ცი? სამორი აკეთებს ახლა ტრეკებს თვითონ როგორც მითხრა რა, დაუგროვდა ბლომად ტრეკები. ქართულად, ხო, რა თქმა უნდა. და რავი დადებს რა და იმის გამო რომ პროსტა ყველა ძველი რესურსის წევრი მინიმუმ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ. ეგ ართული შენ და სამორე გამოკვეთილთ მახსოვს რამდენი კაცი იყავით მომთ ძველი რესურსი მე და სამორი ვართ მარტო ხო აბა გულისხმობ უბრალოდ პროდაქშენის პონჩი ხო და მე დიგმასივი ვიყავით უკვე რამოდენიმე სასტავი ერთად აჰა
ანუ TM და მუშვანი აკეთებდნენ სტილისტიკურად და თემატურად ახლო მუსიკას ჩვენთან. ხო, ზიხარ IGO-ს მიგრინი ეხმარებოდა production-ში, რაღაც ერთად იმას ვაკეთებდით, ასე ვთქვათ, მოზგაობდით ხოლმე მაგ ტრეკებზე. მეც ფიტი მაქვს ალბომში და ანუ ასე რა. ერთმანეთს ვეხმარებოდით, თვითონ შეგვეძლო ასე ვთქვათ. უბრალოდ მე ისე მოხდა, რომ IGO ესპანეთშია, სამორი ამერიკაშია, მეც მოგზაურობდი რაღაც პერიოდი ხან სად ვიყავი, ხან სად. ისი ამდენი წლის მერე რაღაცნაირად არ გაგიჭირდა ამ PvP-ზე რომ გამოხვიდი რაღაცა თითქოს ვაფშე თუ ქონდა დაგროვილი პონტი და პირიქით უფრო ბიჭო არა მე მაგას გეუბნებოდი მე მაგ ბატლებზე და მაგაზე თავის დროზე მე რო 14-ის და 15-ის და 20-ის და 24-ის რო ვიყავი იმდენი მაგ ხომ დიდი პაუზა ქონდა ხო იდეაში მაინც პაუზა როგორც ანუ ბატლებზე გამოსვლით თორე ბატლებზე გამოსვლის პაუზა არ მქონდა ბატლებზე გამოსვლის პაუზა გულისხმობ ხო მაინც ასე ანუ ჩემს ეგ ანაბანაა ანუ რეპში ბატლზე მარტივი ჩემთვის არაფერი არ არსებობს. თვეში ორი ბატლი რომ მქონდეს, სულ ერთი და იგივე ხარისხს დავდებ სტანდარტულად, მაგრამ თვეში ორი ტრეკი გამოვუშვა რომ კაპელას კაცი ხარ? სულ ერთია. სულ ერთია. თვეში ორი ტრეკი რომ გამოვუშვა რომ მითხრან, ვერ შეკვირდები რომ თვეში ყოველ თვე ორივე ტრეკი ერთნაირად კარგი იქნება, მაგრამ თვეში ორი ბატლი რომ მითხრან, გპირდები რომ ყოველთვის ერთნაირად კარგი იქნება. ანუ შენ ესე კი ბეტლის კაცი უფრო ხარ ვიდრე ტრეკების რაღაც. ანუ ეგრე მოხდა, იმიტომ რომ ბავშვობაში ბევრს ფრისტაილობდით. ხო. და ანუ ეგ თემატიკა რაც არის ბატლის, ანუ მაგას ვაკეთებდი ძირითადად. ოღონდ ანუ ისე ვაკეთებდი რომ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. პროსტა ეგ მევასებოდა. ხო, მოგწონდა. ხო. ანუ რეპს რაც შეეხება ბატლზე მარტივი ჩემთვის არაფერი არა. ანუ ეგ არის როგორი რაღაცა, იცი? აი პროფესიონალი ათლეტი რო იყო და 100 მეტრი რო გაირბინო რა. ბაზარი არა. ანუ გასახურებლად რო აერთი 10 ჯერ 100 მეტრს რო გაირბინო გასახურებლად, აი ეგ არის ჩემთვის რეპ ბატლი რა. რეპ ბატლი. ოღონდ ისე კი არ ვიძახი რომ მარტივი საქმე არ რაღაცა, პროსტა იმდენჯერ მაგაკეთებული რომ ეგ არის ჩემთვის ჩვეულებრივი როგორ გითხრა, მოცელვა რა. რაც იცი კარგად, ხო რა ეხა ზოგი ხო არის მაგალითად რომ აი ამას როგორ ამონტაჟები რა, ნუ ეხა რო იცი და გიყვარს ეგ თემა. 10 წელი აკეთე ყოველ დღე, ნუ ყოველ დღე რა, 10 წელი აკეთე სტაბილურად და შემოგხედავ. შენცაც ყველაფერი მარტივი იქნება რასაც 10 წელი გააკეთებ. PvP-ში კიდე გამოხვალო და რაიმე რუჩიც საინტერესო იქნება თუ გამოხვიდოდიოდა. რას ფიქრობ მაგ ამბავში? ჯერ არა, იმიტომ რომ ტრეკის ჩაწერის და გადაღების მუყავი მაქვს უფრო რა. ისე კი გამოვალ. დაახლოებით ასე 27 წლის შენ 27 წლის მერე. არა. 5-7 ლარის ფარგლებში მანი. ხო, მართლა. 5-დან, ნუ 5-7-10 იყოს რა, სულ ერთია. მაგ თანხის ფარგლებში თუ გაიჩნდება შემოთავაზება, გამოვალ ეგრევე. პელემ და სტიჩი ხო ხსენეს დიჩის როგორ გადავიყვანე რა. პელენა სტიჩი. სტიჩი ხო ხსენეს დიჩის მაინც ხო იცი ყოფილი არსებობს ხო და ფიჩერს ნიჭი. ხო და ხო ხსენეს რომ ისო მაყუთებს თუ გადაიხდიო მეреო ისო არც ტექსი დაგვაუწყდება უფრო მეც დავდებ და რაღაცაო და აი ეგ თემა გაიჩნდა ესე იგი ხა რასაც შენ. ბიჭო ხო ჩემთვის ეგ როგორი რაღაცა იცი წარმოიდგინე ანუ უნდა დავჯდე. სხვადასხვა უფასოდ იწერება ეს. 1 2 3 კვირა იცი ეგ რატო თქვი რომ ირეკავენო და ფულიო და უნდა დავჯდე 2-3 კვირა ცხოვრება გადავდო ეგ ტექსტი წერო ვამუღამო იმაზე ვიფიქრო იმ ტიპის თავში რა ხდება ვიცი რას მეტყვის ანუ უნდა დავახვედრო ეგ რაღაცეები გამოვიდე ვიბაზრო YouTube-ზე დადონ და ეგ ტექსტი მეორე ცხოვრებაში არ დამჭირდება კომენტარებში შეგაქონ ამ პირიქით და ეგ არის ხო ეგ არის ხო, ეგ ამბავია რა. 3 კვირით და 3 კვირა რო გავიდე და ეხა მიმტანად ვიმუშაო. ო, მესმის. აი მიმტანად რო იქნება იქ ისა. კურიერად რო ვიმუშაო, ტაქსისტად რო ვიმუშაო 3 კვირა. ინდოელებს თუ გაუკაჩავ არ ვიცი. რა მნიშვნელობა ერთი 2-3000 ლარს ამოვიღებ და რატომ უნდა წერო ტექსტი, რომელსაც აი ვიციო მთელი ცხოვრება შემცემენ, რომ ის რო თქვი, რატო არ თქვი ან რატო თქვი ან რაღაცა აუ იმენე ყლეზე მკიდია რა. იმ დღეს გამოვიძახე ტაქსი და დედას ფიცა ვარ, თუ რამეს ვამატებდე და ხო ეწერება სახელები ვინ მოდიან რა და აწერია ჯალალედინ. ოღონდ არ ვამატებ არაფერს. ალიჩაზე გაგაფრენდა და დედას ფიცა ვარ დავსკრინე და დავდე რომ მეთქი თუ გამიტაცეს ან რაღაცა იცოდეთ რომ ჯალალედინმა ამაო ხნა მეთქი რომ იცოდეთ. ეგ თემა რა ჯალალედინი მეთქი რაღაცა. რა უბედურებაა მეთქი თო.
ვაჰ, რა მაინტერესებს, რო გელაპარაკი გუში მითხე რომ გარეპი თუ არა, მაგრამ რაღაცების და დაკვრის თემაში დღეს შეგვიძლია რომ რაღაცები ვაჩვენოთ. გაკვეთილი ჩაგიტარებინა? ხო, ანუ შეგვიძლია ეგ თემა, ხო? კი. კაი, მაშინ ნელა-ნელა რო ეხა შენც რო ბევრი დრო არ წაგვართა და მე ვფიქრობ მაინც ასე თუ ისე საინტერესოდ რაღაცები ვიბა ასეთ. თან მით უმეტეს სეზონის ბოლო პოდკასტის ამბავში. აი ხა უახლოესი ის რა არის დავუშვათ გეგმების თემაში, აი ტრეკები დავუშვათ როდის დაიდება აი. რავი, სექტემბერში მინდა კლიპი დავდო რა, ნახოთ როგორ გამოვა. ტრეკები მზად აქვს, просто კლიპები გინდა რომ ეხა 3 დემო მზად მაგ რა, ხო და? თანცა მაგარიაში. ხო, ანუ ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რომ აი რო ჩართავ მოусმენ და 5 წლის მერე რო ჩართავ კიდე მოусმენ. რო გაგისწორდება. აქტუალობას რო არ გარგავს, ხო? რაღაც ეგეთ თემა, ხო. ხო, იმიტომ რომ აი ნახე, დაფიქრდი ახლა ერთი 100 რეპერი ხო იცი საქართველოში. კი. როგორ არ ვიცი. წელიწადში 10 ტრეკიც არ გვაქვს, რომ მოусმინოთ და მოусმინოთ. ხო, ისე ძველებს უბრუნდებიან ხოლმე. აი სადაც საგულაოთ რომ მიდიხარ, რავი, გინ ქორწილიდან დაწყებული, რაღაცით დამთავრებული. მე გეტყვი ხა. გასუსმენენ. წეღარო ვამბობდი რომ ხან წამყვანი ვარ მეთქი ქორწილებში ხან მღერი ხარ რაღაც ზეითად რომ მოდიან და თუ რეპის თემაში უკვე თავენ რაღაცას ისევ და ისევ შავი პრინცი, კაბუ, ბედინა, ისევ ძველი თემა რა. ისევ მე ვარ, უსმინეთ რა. ქალაქელები უსმენენ რეპს, კაბუს თბილისი და შავი პრინცის ამ მიბანდიტო ან კაბუს თბილისის ანუ დადებიდან რამდენი წელი გავიდა? 5 მგონი? რა 5? მეტი, უეჭველი მეტი. ხო, არ ვიცი. ამდენი წელია თბილისზე მეორე სიმღერა არ გვაქვს. და იქით დასავლეთიდან აგვაუხრეს მამაქალაქი. ყველა რეპერი იწყებს იმით რომ მამაქალაქი. გავიგეთ, всё დაანებეთ მაგას თავი კაზიზე, კარგად, მაინც აღარ გამოგივათ არავის. კაზი მაგარი კაცი იყო. კი ბატონო. და მაგაზე კარგად ვეღარ გამოგივათ ვერავის ეგ თემა. მამაქალაქი და სალამი, всё მორჩა, იმერე გავიგეთ. მაგრამ აქ თბილისში ძმაო რა ვიცი რა, ერთმა კაბუმ გვაღირსა კაი სიმღერა, ძვალსაც აქვს სხვათა შორის თბილისზე კაი სიმღერა და всё. ანუ ზოგადად სიმღერა, მე ხო DJ ვარ რა და მაქვს რამოდენიმე ქართული ტრეკი, რომელსაც სადღაც მიქსში ჩავსვავ რა, ოღონდ განა ისე ჩავსვავ, რომ აი არ უხდება და წიხლით ჩავტენე. არა, უხდება და ჩავსვი რა. ხოლოზე ხარ. ხო. აი შეიძლება იმას უკრავდე რაღაცა, როგორ გითხრა. ნიუ-იორკს და უცებ გადააბა რაღაცა ისა, ამბავ. ხო, შეიძლება რაღაცა French Montana იყოს და Future იყოს და ვიღაცა იყოს და GID იყოს და მე Nigrinis და Razgrinis ტრეკი ჩავთო, გაიგე? ან შეიძლება вообще Duck Downs უკრავდე და ცოტა ისეთი ცოტა ძველ ტრეკებს უკრავდე და მუშვანას ტრეკი ჩავაგდო და ანუ ჟღერადობრივად, აზრობრივად ყველაფრით უხდება. მიქსინგის თემაშიც ანუ იმენა ბიტი-ბიტში ჯდება რა. თითქოს აი ერთმანეთზე იყო აწყობილი. ხო. და ეგეთი ტრეკი მაქვს ძალიან ცოტა. ანუ რაღაცა საგულაო ტრეკს უკრავ და ოკეი, კაია კატას ტრეკს ჩავაგდებ, ვიღაცის ტრეკს ჩავაგდებ, აი 1-2 ქართველი არტისტის ტრეკს ჩავაგდებ. და ანუ всё და ასობით რეპერია ძმაო და ტრეკი არაა. შეშარა, ვერ ჩამოიწერეს. ხო და აი გარი რა, ანუ კი, ბატლები ასწორებს, ის ასწორებს, ეს ასწორებს, ყველაფერი ასწორებს, მაგრამ აი თუ მაგდენივ ენერგიას და დროს დაახარჯავენ, რომ კონცეპტუალურად კარგი ვეშები აკეთონ, ბევრად წინ წავა საქმე. კაი და მაშინ ბოლოსკენ კიდე ეს რაღაცა წევროსაუბრობდით რა, ეს უცხოეთი და საქართველოს თემა რა. მოდი მაგას შევეშვათ, დავუშვათ ქართველი რამდენად გაკაჭავს უცხოეთში, მაგრამ აი დაუშვათ ეხლა ჩვენ ხო ვიცით რომ აი ტიპური რეპერი დავუშვათ რუსეთში ან ამერიკაში რაღაც შეხედავ, იმინა რეპერია, წეღარო თქვი რომ ზოგი იმის ვიძია, ზოგი ამის ვიძიო. აი ხა მაგალითად როგორ უნდა წარადგინო მაგალითად აი საჭმელების ამბავში ხო ვიცით რომ ხინკალი ხაჭაპური უნდა ვაჭამოთ უცხოელს მაგალითად ხო? მაგრამ აი ქართული რეპერის სპორტში როგორ უნდა წარადგინო დაუშვათ აი შენიაც და რომელ რეპერზე შეიძლება თქვა ან როგორი უნდა იყოს ტიპი დაუშვათ რომ აი წარვადგინოთ დაუშვათ რომ აი საქართველოსთან აი ეს ტიპი მაგალითად რეპერია რა ხვდები რას ვამბობ? მინიმუმ ისეთი ტექსტები უნდა გქონდეს რომ სხვა ენაზე რომ თარგმნო რაღაცა ანუ აი იგივე ჩაცმულობა წერა ყველაფერი აი როგორი ტიპი უნდა იყოს ლიტერატურულად ნაკითხი და ისეთი უნდა იყოს რა ანუ მისი ნაშრომი ასე ვთქვათ რა ხო უნდა განიხილებოდეს როგორც ლიტერატურული რაღაცა ანუ ეგეთ ტექსტები ფულას აქვს ხომ ძირითადად სიღრმისეულს გულისხმობ შეიძლება მაგრამ ფულას ჩემთვის უფრო ლექსები აქვს ხო ანუ ცოტა იქითაა რა მესმის რომ გუგოებს ევასებათ და რაღაცა ოკეი მესმის ანუ ძალიან კაია ფულას რამოდენიმე ტრეკი მეც მევასებათ ძალიან თან მაგრამ აი გეუბნები რომ
სრული პაკეტი რო შექმნა, ეგ პაკეტი რა ჯერ ჩაცმულობა და რაღაცები უნდა დაივიწყო და იმენა ლიტერატურულად უნდა მიაწვერო, რაღაცა ვაინლაინერები აქვს, რაღაც ორმაგი მნიშვნელობის რაღაცები აქვს, რაღაცა კულტურასთან ახლოს მდებარე აზრობრივი ტექსტები აქვს, რაღაცა თავისი ჟღერადობა აქვს, შესრულების მანერა აქვს, ანუ ტახაზე რას იქ? ტახაზე? მაგ კუთხით დაუშვი. ხო ბევრნაირად აკაპელაშიც ისა და აი დაუშვათ როგორც ისა რა. ხო, მაგაშია, თელი პლუსი ტახას იმაშია, რომ ტიპი რეპავს. კარგად რეპავს, ბიტს რო გათიშავ, თვითონ ის აკაპელაც რო დატოვო. ხო. ბიტით თუ უბიტოთ, ისმინება. რაღაცებს იძახის. პროსტა ჩემი აზრით ძალიან ბევრი დრო გაატარა ბატლებში ტახამ და ცოტა უნდა გადაერთოს ბატლებიდან ისევ ტრეკების კეთებაზე. იმიტომ რომ ჩვეულებრივ ტრეკებსაც რო აკეთებს, ზეგავლენა ბატლის აქ მაინც. მაინც ვიღაცებს ეჩხუბება და ისე ზოგადად რო ვაკვირდები ახლა ტრეკები რო იწერება, გინდაგენა რო უსმენ როგორც DC ისე ისმინება ტრეკები. მაგას ვიძახი. მაგან შეტოპვა იცის, განა იმიტომ ვამბობ რომ ტახასი რაღაცა არ მომწონს. არა, ტახაზე ვაფშე ვამბობ. იმიტომ ვიძახი რომ მე თვითონ ვიყავი ეგრე. ხო, ტიპების იმებს რო უსმენ ტრეკებს რა. აი ყურში პროდიუსერია კარნახობს რომ რაღაცა ორი ნულაპარაკობ და ხელი იმიტომ. ხო იცი რო იცია ხომ. ხო და აი ხა რო უსმენ რეპერების ტრეკებს მეტი წილი არის ეგ თემა თითქოს რომ აი რაღაცა ზეგავლენა, ხო, ზეგავლენა. ეგ არის ჩვეულებრივი ზეგავლენა. და მაგას გეუბნები რომ მაგ ტექსტს რო ეხა რო თარგმნო რა. ხო. და უცხოელს რო ანახო, ვერ გააკვირვებ, იმიტომ რომ 20 ეგეთი რეპერი იცის თავისი ქალაქიდან, თავისი კუთხიდან რა. ჩემი ქალაქი, მაგარი პროექტია. ხო და ეგ არის რა. ხო, ჩემი ქალაქი მაგარი პროექტია. აი მე თითქოს მეორე პროექტია იმდენად ვერ გამართლა. ხო, ჩემი ქალაქი გაიყო და მაგ სტილში იყო, ის რამოდენიმე იყო. აი მაგის მერე იყო კაკრას რა, ის ტრაგედია რომ მოხდა 13 ივლისის მერე კიდე რომ გააკეთეს ბიჭებმა მაგხიძე გადიოდნენ და ბაზრობდნენ რა დამავიწყა რა. იქ მანდაც იგივე სასტავი იყო ზაზა და ეგ სასტავი იყო დამავიწყა რა ქვია. ვიყავი მაგ პერიოდში მახსოვს. აი ეგეთი თემა იყო რა, ეგეთი მიმდინარეობა, ეგ პონტი იყო ზუსტად, მაგრამ აი ჩემი ქალაქი ხო, იმინა, ზაზას ტრეკი ხო მანდ, ბაზარი მაგარი იყო, ყაზი და ძალიან გაამართლა ვაფშე მაგიმან რა. ჩემი ქალაქი. ძალიან. ეგ იყო ერთ-ერთი ისეთი თავისი დროის ტოპ რაღაცა რა. მაგრად თან მაგიმაში რო არის კიდე ბანკის თემა, ცოტა ეგაა რა, ზაზარო ბაზრობს. ხო, ბანკშია ჩემი ქალაქიო. ხო, ეგ არის რა. Короче, უნდა გამოიწეროთ არხი ხალხო, შენც უთხარი რომ გამოიწერონ. ამდენს რომ შრომოდავ, წავლობ, დავდივარ ხალხთან, კაცო, ეგრე კი არ არის. ხო და არ ვიცი ხა რას დაგვიკრავს, რა იქნება, როგორ იქნება, მაგრამ მე ამას გადავიღებ და გაკვეთილს ჩაგდახებთ. ხო, თან გაკვეთილს ჩაგვიტარებს და მე ამას განახებთ. მეტი რა გავაკეთო ხა. შეგვიძლია ნელ-ნელა გადავინაცვლოთ? ხო, სხვა შორის ის არის, ქვია. რაღაც პატარა მიქსი გადავიღე ამ დღეებში დავდებ და მოისმინონ. ლინკსაც ჩავაგდებ მეგობრებო. ერთ-ორ დღეში ეს პოდკასტიც დაიდება, იმიტომ რომ 30-მდე უნდა მოვასწრო, დავდო ყველა ვარიანტში და აქედან მოვდივარ. ხო, 30-ში კიდე წარმატებები, როგორც ჟიურის ამბავში, შენ, პელე და ენაისი ხართ, ხო? ესე გადაწყდა საბოლოოდ. მე ეგრე ვიცი. თუ კოკლიანი არ ვიცი. არა, მე ეგრე ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ ინსაიდურად რომ შენ, პელე და ენაისი ხართ. ესე ხდება საქართველოში, მეგობრებო, თვითონ არიციან ხალხმა ესე იქაც პირველ თემაში კოკლიანი იყო, მე რეჩქებოდა წავიდა და Young Mike-ს სულ ოცნებოვდიო და გადმოუხდა. ჩემმა მეტი ოცნება, რა რამეზე ოცნება ისეთზე რა. ეგ თემაა რა. კაი, მე ამას დავაპაუზებ ახლა მოკლედ და ახლა იქით გადავინაცვლებთ რა. ოკეი? აი ჩემი ხელი. რამე კაი ბიცა. ეხლა რასაც ისაუბრებ, თან ეგ ყველაფერიც იწერება, რო იცოდე, შეგიძლია გაკვეთილების ამბავში ისაუბრო. ისმის კარგად? ისმის, რასაც საუბრობ ისმის. ხო, რავი. კი, გაკვეთილებს ვატარებთ. თან როგორ გაკვეთილებს ვატარებთ, იცი? ორ სეტაპს ხო ხედავ? თავიდან ვასწავლი რა, მოსწავლეებს და აი როგორი მეთოდი მაქვს, იცი სწავლების? ვცდილობ, რომ ისე არ ვასწავლო, რომ აი ამას დააჭირე და ეს მოხდება. ანუ ვეკითხები რა გინდა და აი რაღაცა მინდა, ოკეი. ოკეი და ეხლა უნდა
ვიპოვოთ გზა ეგ როგორ გავაკეთოთ. აჰა. ანუ ტიპი თავის თავს ასწავლის, ასე ვთქვათ, ანუ კითხვას რომ დასვავს, მე თვითონ ცდილობს რომ გააკეთოს და ორი სეტაპი გვაქვს, ერთი ერთზე ვდგებით და ნუ აი რაღაცას ვიზავ, გაიმეორებს რაღაც ეგეთი ის გვაქვს რა. Bluetooth-ი გამორთეთ, თორე შემოდის ხმა. ვაიმე, საიმე. ნუ ჰენტაის უყურებ, ხო? არა ბიჭო ისე. ბრაჰენტაი ბიჭო. ჰენტა ის არის ხო? მივია, ნეგა მი. ის პორნო რო არის, რა ქვია? რვა ფეხების და აზიელი ძუკნების. ეს ყველაფერი იქნება, მეგობრებო, რო უფრო საინტერესო იყო. აბარა. პოდკასტი. დავიწყა Bluetooth-ი ქონდა და ქონდა და კაი რო კუნეს არ შემოვიდა ეგრე. ეგ შემოვიდა, ვერ გაიგე მე დავამოვან. აბა გავეშ მეგობრებო. აიცა ავაწყო ჯერ და დაკ. ხერხი ყურებს გადაუხე, სიფაძე გადაუხე. იქნება არ უნდა გამოჩენდა და საავტორო უფლებები იქით აქეთ. ზირო. რამე გვინდა ისე. სულ ველოდები რომ შეიყვანოს გარეკოს რაღაცა მეთქი, აი ეგრეთ შეგიძლება მაგ. როგორ ითმეს არ ვიცი. ეხა ამბიცია ის გამახსენდა, ჩვენ ბავშვობაში იყო ხოლმე, იცი რომ ელი? დენ ჯული საშომერი თამაში იყო ჯიმი ჯიმი მე არ ვიცი მე და იანგმაის დუეტი გვაქვს მანდ ბაკ იქ ჩასული სხვათა შორის მე სხვანაირი ბავშვობა მქონდა ეგ არ ვიცი შენ და იანგმაიქს გაქვთ ტრეკი ერთად? კი გასმენე კი ვა ხელი სისწრაფე ეგ მოდი ხა შენ ქენი მე საჩემილი ერთი დამიკავე ერთი დაუდგები ზილობის გამო ხო ჯერ მარტო ხელისის უნდა აქ რა ქვია სისწრაფე ისეთი რომ ჩუკ ეს თელი ამბავი მე რომ ვატრიალო რაღაც თუ აი ეს ნახე 1 2 და გაუშვი აჰა ეგ არის всё ჩავარებული გაქვს აი ეგ სუველოდები უნდა შეხვიდე მეთქი და როგორი რეგიონები არის კაია რაც კარგია აი ეს სისწრაფის ამ უნდა ხო აი ხარ თუ არ შევა ხმას თუ ის უნდა ჩარდება აი როგორ მუშაობს იცი
აი აქედან მილიმეტრზე ნაკლებს რო გამოწევ ეს ისმის და რო დაკეტავ აღარ ისმის. შესაბამისად აქეთაც იგივეა, ნახე? ვაფშე. ნახე? ისმის. და ჩიკ რო აკეთებდა? ამით აკეთებ. ეს ამისია, მე მგონი ეს. არა, უბრალოდ უკანა გადახვევის ხმას ჭრი რა. ეფექტი გავა. ის ემინემის ის გამახსენდა. My name is ჩიკ. ის ნახე იმასთან გააკეთა, Logic-თან თუ ვისთან აქ ტრეკი? ახალია? Logic-თან ერთად აქ ტრეკი. მაგ ფიშკას იხსენებს. ხელახლა აკეთებენ. კიდე უდინი დაგევას, ძა. ეს არ მოეწონა, მაგრამ არ 50 წლის ასაკში ტიპმა არ მოეწონა. მაგარი პონტი გააზრო რა. რამე უკეთეს და ძველი ვაიბის წამოიღო თან და თან. ეგ გამისწორდა ზუსტად. ეგ გამისწორდა. ანუ ემინემი ეგრე მეოსება თავში და ბოლოში, შუაში რაღაცები არ მეოსება ვაფშე. მე ეგრე მეოსება, ანუ იმენა Slim Shady და ეხლა Rap God და Rap God-ის მერე რაც იყო. ანუ იქ რაღაცა კი 8 Mine ხო, მაგრამ იმენა ძველი და სულ ახალია ეს ეხლა რაც. არის. კი ბატონო. всё, დავაი, გავედი. მადლობა. კარგი ხარ, წავედი, დავიშალეთ.